ევროპაში დამსაქმებლების 40% წუხს რომ ვერ პოულობს გამოცხადებული ვაკანსიის შესაბამისი კვალიფიკაციის მუშახელს. ამიტომ პორტუგალიაში პროფესიული განათლებისა და გადამზადების ახალისებას ცდილობენ. მე ძალიან მომწონს აქ სწავლა და მუშაობა, მომწონს სახელოების დაკაპიწება და შრომა. ჩემი აზრით, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელსაც აქ ვიღებ, დასაქმება გამიადვილდება. ვისაც პრაქტიკის მეშვეობით პრაქტიკული გაკვეთილების გავლის გზით უყვარს სწავლა, ჩემი აზრით იმისთვის პროფესიული გადამზადება კარგი არჩევანია. ამ სკოლის მოსწავლეები ისეთ უნარებს ეუფლებიან, რომლებზეც დღეს ძალიან დიდი მოთხოვნაა შრომის ბაზარზე. თუმცა, როგორც ცნობილია, ხელოვნური ინტელექტის გამოჩენის, ასევე ციფრულ და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით სამუშაო ადგილზე მოთხოვნა სწრაფად იცვლება. საინტერესოა მაინც როგორ უწყობს ფეხს ამ ახალ გამოწვევას პროფესიული განათლება. ფამალიკანუში მდებარე სიორის სკოლაში 400-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს როგორც ლითონის შედუღებას, ისე არტერიული წნევის გაზომვას. მათ სჯერათ, რომ კურსები, რომლებზეც სწავლობენ, ზუსტად პასუხობს საზოგადოების ტენდენციებს. ხანში შესულ მოსახლეობას ფარმაცევტები სჭირდება. ციფრულ ნახშირბადის დაბალ გამონაბოლქვზე ორიენტირებულ ეკონომიკას კი რიცხული პროგრამული მართვის სპეციალისტები. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, აქ არავინ ღელავს იმის გამო, რომ რობოტი წაართმევს სამუშაოს. არ მგონია, რომ რობოტებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა ოდესმე ჩვენი ჩაანაცვლება შეძლონ. იმ შემთხვევაშიც კი თუ კი ისინი პრობლემის იდენტიფიცირებას მოახერხებენ, ვერასდროს შეძლებენ მომხმარებელს აუხსნან თუ რამ გამოიწვია ესე თუ ის პრობლემა, ან როგორ უნდა გადაიჭრას. ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ინსტრუმენტია, მაგალითად, ხშირად ვიყენებ მას უფრო ტექნიკური სიტყვების მარაგის შექმნის მიზნით და ასე შემდეგ, მაგრამ ნამდვილად არ მგონია, რომ ის ფარმაცევტის კონსულტაციას ჩაანაცვლებს. პორტუგალიაში სხვადასხვა კვალიფიკაციის ათვისებას ეროვნულ დონეზე უწყობენ ხელს. მთავრობას სურს, რომ 2030 წლისთვის საშუალო სკოლების მოწაფეთა 55%-მა პროფესიული განათლება მიიღოს ან გადამზადება გაიაროს. ამ პროფესიულ გადამზადებაზე ევროპის სოციალური ფონდი პლუსი თითქმის 1,5 მილიარდ ევროს დახარჯავს პორტუგალიის პესოას 2030 ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში. ამ სკოლის დირექტორი ხშირად ხვდება დამსაქმებლებს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი გადამზადების კურსები იმ კვალიფიკაციას იძლევა, რომელსაც დამსაქმებლები უკვე ითხოვენ ან მომავალში მოითხოვენ. დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სტუდენტებმა კარგად უნდა ისწავლონ, რათა მათგან კარგი თანამშრომელი დადგეს. ამას კი სულ სხვა უნარები სჭირდება. ჩვენ აქცენტი იმაზე უნდა გავაკეთოთ, რომ სრულყოფილი განათლება მივცეთ პიროვნებას. მოზარდი იქნება თუ ზრდასრული, ყველა სჭირდება ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებსაც დღეს ბაზარი ითხოვს: კრეატიულობა, სანდოობა, კომპეტენტურობა, კარგი კომუნიკაციის უნარი და ასე შემდეგ. ყველა ეს უნარი ნებისმიერ სფეროში აუცილებელია. მიუხედავად ასეთი დაფინანსებისა, ევროპული საზოგადოება პროფესიულ განათლებას არაერთგვაროვ უნდა დაფასებს. ევრობარომეტრის ბოლო გამოკითხვების მიხედვით ევროპელების მხოლოდ 9% ურჩევს ახალგაზრდებს პროფესიული განათლების მიღებას. მაშინ როცა ევროპელების 85% თანხმდება, რომ ამ ტიპის განათლება ისეთ პროფესიულ უნარ-ჩვევებს იძლევა, რომლებიც დღეს ყველაზე პოპულარული პროფესიებისთვის არის აუცილებელი. მრავალი ქვეყნის მთავრობა სურს სტუდენტების სახალისება, რათა მათ გამოსადეგი ხელობა ისწავლონ. მაინც როგორი პოლიტიკა უნდა გატარდეს პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით. პორტოს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლაში პროფესორ ავრორა ტეიშეირას შევხვდებით. იგი ამტკიცებს, რომ კომპანიებმა უფრო მაღალი ხელფასი უნდა მისცენ ახალბედა თანამშრომლებს და მეტი ინვესტიცია ჩადონ ინოვაციებში. მთავრობამ კი ეკონომიკას სასურველია უფრო ფართო კონტექსტში განიხილოს. საგანმანათლებლო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი განათლების პოლიტიკა, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიულ პოლიტიკას ბიზნეს პოლიტიკასთან. პროფესიული გადამზადება აუცილებელი პირობაა ქვეყნის კონკურენტ უნარიანობისთვის, რომ უფრო მეტ კომპანიას შესწევდეს კონკურენციის უნარი. პორტუგალიის ამ რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი დამსაქმებელია გერმანული კამერებისა და ოპტიკური აპარატურის კომპანია ლეიკა. მათ სარემონტო სამუშაოებზე ელექტრიკოსად აიყვანეს სიორის ყოფილი სტუდენტი 18 წლის ანტონიო კრუსი. მას შემდეგ 4 წელი გავიდა და ანტონიო ამბობს, რომ მართალია სასწავლებელი დაამთავრა, მაგრამ სწავლას აგრძელებს. ალბათ შენობაში ელექტრობის გაყვანას ვისწავლით, თუმცა დაანდგარების უკეთ შესწავლაც მინდა. ახლა მოვუკიდეთ ხელი რობოტიკას, ეს ყველაფერი აუცილებლად დაგვჭირდება მომავალში. Isso tudo mais para frente vai fazer muita falta para nós. სანამთავრობო პროფესიული განათლების ფართოდ დანერგვას ცდილობს ამ განათლების მქონე სტუდენტებს ბედი უკვე უღიმის, რადგან ასეთი სასწავლებლების კურს დამთავრებულთა 3/4 სამუშაო სწავლის დასრულებისთანავე პოულობს.